მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და გისურვებთ თვითონ თქვენთაგანს ყველაფერს საუკეთესოს. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც უკავშირს გამოხატავთ ჩემი გაწეული შრომის მისამართით სხვადასხვა ფორმით და მერწმუნით, რომ გამჩენით სამყარო 1000 მაგად დაგიბრუნებთ უკან. პირად კონსულტაციებზე კიდევ გაჩნდა კითხვები, სად უნდა მომართონ და კიდევ ვაჟღერებ. ეს არის მესენჯერი ალების ტარო. ქალბატონია წარმოდგენილი ორლომთან ერთად პროფილის ფოტოზე. და ანგარიშის ნომერიც მითითებულია აღწერაში. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, დღევანდელი გაშლა, რა თქმა უნდა, ისევ ეხება ურთიერთობებს, რა კი ყველაზე მოთხოვნადი მაინც ეს სფერო რჩება. და მოდით ვნახოთ გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები ისევ ერთმანეთთან, ანუ შეხვდები, დაბრუნდება ადამიანი თუ თქვენ დაბრუნდებით. ყოველ შემთხვევაში რამდენად არის ალბათობა იმის, რომ უახლოეს პერიოდში ერთად იყოთ. ვნახოთ პირველი და მეორე ვარიანტი, ორი ვარიანტი გვექნება დღეს. ჯერ ვნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, არკანი ძალა. ადამიანი, რომელიც მომნუსხველ რესურსებს ფლობს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამონახოს ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთან საერთო ენა, ეს იქნება უკანასკნელი ალკოჰოლიკი, თუ ეს იქნება პირობითად ძალიან მაღალი თანამდებობის ან პოზიციაზე მყოფი პირი, ხომ? ადამიანი, რომელიც ამავდროულად ფლობს ცოტა მიღმიერ ძალებსაც და ამ დასტაში ყოველ შემთხვევაში თავმოდ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად შესაძლოა ჩემი კოლეგაც იყოს. ჩემი კოლეგა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დაინტერესებული ამ სფეროთი. კარგით. კიდევ ვინ არის ადამიანი? ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები მეორე მაღალი არკანი მეგობრებო. ადამიანი ფორტუნას ბორბლით, ანუ რას ნიშნავს? შესაძლოა შემიძლია გითხრათ რამდენიმე ვერსია, რაკიღაც საჯაროა გაშლა. ეს შესაძლოა იყოს ბედით მოცემული ადამიანის თქვენს ცხოვრებაში გარკვეული გამოცდების მისაღებად, გარკვეული გამოცდილების შესაძენად. შესაძლოა ეს ადამიანი უბრალოდ სხვებისთვის იყოს ძალიან ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობა და შანსი უკეთესობისკენ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების წარმართვის. ქველმოქმედი იყოს თქვათ, უამრავი ვარირება შემიძლია ამასთან დაკავშირებით გითხრათ. და ადამიანი სულად სამყაროს რჩეული, რომელსაც უხვად აძლევს სხვადასხვა შესაძლებლობებს, ხო? გამჩენი. კიდევ ვინ არის? ხო, აი ნახეთ, ცოტა დუალური ენერგიების მატარებელი ადამიანია და ამავდროულად ცოტა მეოცნებე. ცოტა ზედმეტად აი როგორ სიტუაციებში მყოფი, იცით, რომ შესაძლოა ილუზიებშიც გადადიოდეს, შესაძლოა ცოტა რეალობას მოწყვეტილიც იყოს ხოლმე ხშირად მისი განსჯა, მისი ფიქრები. პროფესიით შესაძლოა ეს ადამიანი რაიმე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი იყოს, ან უბრალოდ მეორე პროფესია თქონდეს, ხო, ან სულაც ექიმი იყოს პირობითად, მაგრამ წერდეს ფანტასტიკურად, ვთქვათ, ხო? არ ვიცი, შესაძლოა იურისტი იყოს, მაგრამ ცეკვავდეს განსაკუთრებულად. აი დაახლოებით ესეთი მომენტი. კარგით. ვნახოთ ახლა მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაინტერესებს. გადაიკვეთება თქვენი გზები? მოდი ჯერ ვნახოთ რა ენერგიებშია, ხო, თქვენთან დაკავშირებით, ეს ვნახოთ. თასების დედოფალი, ხო, ემოციები ცალსახადში, მეორე თასები, მაგრამ პაჟი ყავს პენტაკლების, ხო? სხვათა შორის ესეც გარკვეულწილად უკავშირდება რაღაცა შემოქმედებით ხასიათს, სხვათა შორის პაჟი მინდა გითხრათ,
ცოტა ჯადოსნობასთანაც კავშირი აქვს, რომ იცოდეთ და ეზოთერიკის სფეროებთან. ადამიანი თქვენთან დაკავშირებით კი მეგობრებო, ნამდვილად სავსეა ემოციებით, ნამდვილად აქვს სურვილი თქვენთან ურთიერთობის, თქვენთან ემოციური ბრმა გაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ პაჟია და თან პენტაკლების რა, როგორი ნელი ენერგიებია ხვდებით ხო და კიდე ერთი არკანით ვნახოთ. ხო, ცხრიანი თასები, ნახეთ თან რა საინტერესო არკანია მეგობრებო. საწოლი. ნახეთ, აბსოლუტურად ისეთი ჩვეულებრივი ცივილური საწოლი, ხო? გადატანილია სადღაც მინდორში, იქედან შავი ღრუბელი მოდის და ნუ გოგონა თვალზე ხელი აქვს ხაფარებული, ან რეალობის დანახვა არ უნდა. ანუ რისი თქმა მინდა და გარშემო ხმლებია. ანუ არც ერთი ხმალი ამ გოგონას სხეულთან არ არის ჯერჯერობით, ხო? არც თავს ზემოთ, რაც ამდას და ძალიან ხშირად ახასიათებს, მაგრამ თქვენ თვითონაც დარწმუნებული ვარ, ბევრს გაგიჩნდათ კითხვა, ეს ხომ არ არის სიზმარი. გესმით ხო, რისი თქმა მინდა? ანუ ასეთი ტიპის საწოლს ლოგიკურად არაფერი ესაქმება მსგავსი ტერიტორიის მიმდებარედ, ხო? ანუ გიჩნდება ლოგიკური ასე ვთქვათ, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რაღაც სიზმარი, რაღაცა მისი აი ეს სიგნიფიკაციაში რომ იყო ილუზია, რაღაცა აი ზედმეტად გადრამატიზირება, მიხვდით? ანუ აი ზედმეტი ემოციების შეტანა, უბრალოდ ზედმეტი დრამის ელემენტების შეტანა ემოციებში, აი ამ ენერგიებში თქვენთან დაკავშირებით და მთავარი კითხვა ნახოთ, გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები ისევ. თასების ფაში და გადაიკვეთება მეგობრებო აუცილებლად. უბრალოდ რაღაცა ნახეთ დასტის ფონი მაქვს შვიდიანი ხმლების. აი რაღაც მომენტს ელოდება თითქოს ეს ადამიანი რაღაცა პერიოდის გასვლას. ნუ პენტაკლების მეფე თქვენ იცით არჩი საზღვა მიწის სტიქიაც იყოს, ესეც გადათამაშდეს ბევრზე, მაგრამ ნუ პენტაკლების მეფე იცით როგორი ნელი მონოტონური ძალიან ისეთი ძლივს რომ დააცრავ ადამიანს ერთი ადგილიდან ისეთი ენერგიების მოტარებელი რომ არის, იცით ხო? ეს არ არის თასები და ეს არ არის ჰაერი და ცეცხლი. მაგრამ და ნუ ესეც გასაგებია რომ რაღაცა გულგატეხილობა დანაკარგი და პრობლემები რომ იყო ლოგიკურია სათაურიდან გამომდინარეც რომ პაუზაა ეს და არა ერთად შეხმატკივრებული ჯიკ-ჯიკი, მაგრამ დანარჩენი ყველა არკანი აბსოლუტურად პოზიტივს მაძლევს. ნუ თასების დედოფალი სისავსე და ემოციები და ლტოლვა და მოკლედ ურთიერთგაგება, მიღება და ძალიან მაგარი არკანია. ამაზე ბევრს არ გავგრძელდებით, მზის არკანი გასაგებია გამარჯვება და ერთი სული რომ აქვს ადამიანს, რომ გამარჯვების არის შემოგრას, ხო? ნუ სამიანი პენტაკლების გარკვეულწილად რაღაცა ახლის დაწყებას, რაღაცა დახმარებას, ქველმოქმედებასაც ნიშნავს, ხო? აი გოგონა აქაც ნუ ილუსტრაციის მიხედვითაც გასაგებია რაღაც დახმარების ხელს თავაზობენ ეს მამაკაცები, ხო, მაგრამ ნუ კლასიკაში წესია რაღაც ქველმოქმედებას, რაღაცა დახმარებას, ზოგჯერ მემკვიდრეობასაც ნიშნავს, მაგრამ ნუ ხა ჩვენ დაბრუნდებას ვკითხულობთ, ხო? და მართალია პაჟია, მაგრამ თასების პაჟია, ხო, დედოფალთან ერთად. ამიტომ თქვენი გზები გადაიკვეთება, ოღონდ ამას დასჭირდება რაღაც გარკვეული დრო და გარკვეული მომენტი. აი ამისი თქმა მინდა. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი.
როგორ ჩქარობს მეორე ვარიანტი. სად გიჩქარებათ ამნაირად და რა გადმომიფრინდა, გამარჯობა. ანუ აქაც სავარაუდოდ უნდა იყოს პოზიტიური. დედა რა ამბავშია. კაი, ვინ არის? აბა ვნახოთ ასე რომ ჩქარობს და ასე რომ მორბის. ნახე, გადმომიხდა. უკან ჩავდე არკანი და ისევ მაგიტაზეა. ხო, აქაც რაღაცა ეს დუალური მომენტი გვაქვს, ენერგიის ცოტა გაორება, ცოტა ილუზიები, ცოტა შემოქმედებითი მიდგომა რაღაცებთან დაკავშირებით, აი ზოგჯერ რომ მინდა რომ გავარომანტიფულო რაღაცა, აი ნუ ძალიან ისე ხა უტრირებულად ვამბობ, ხო? რაღაცა ეგეთი ტიპის ადამიანია. კიდევ ვინ არის? ოჰო. ხმლების პაჟი, ნუ პაჟის ენერგია მაინც, მაგრამ ნუ თანხმლები, ხო? ნუ რა შემიძლია გითხრათ ხმლების პაჟით? რაღაცა ცუდი არკანი არ არის, ხან ხმლების მასტი ზოგადად ვიცით რომ ყველაზე მწვავე არკანია, მაშ რა ქვია. აი, ბოდიში. აროს დასტებში, მაგრამ ამ დასტაში მით უმეტეს ესე ძალიან მწვავედ არ დგას ხმლების მასტის მოქმედება, ხო? ეს რა არის? ანუ რაღაცა შესაძლოა ინფორმაციულ სისტემებთანაც მუშაობდეს და ანუ რაღაცა მის პროფესიასთან ეს ახლოს იყოს. აი შესაძლოა რაღაცა IT სფერო იყოს, თქვათ, ხო, ან ჟურნალისტიკა, ან აი გამომძიებელი, ხო? კრიტიკოსი, რაღაცა ნუ პოლიტიკოსიც დასაშვებია. ხო, რაღაცა ეგეთ სფეროებში მომუშავე, მაგრამ ამავდროულად შემოკარგო ადამიანება ფხიზელი, ისეთი სამართლიანი და პირდაპირი ტიპია. აი უყვარს რა ხმამაღლა თავისი აზრის დაფიქსირება და ოღონდ თავხედი არ არის, ნახეთ, ზრდილობიანი პირდაპირია, გესმით, ხო? და თან აი როგორი ტიპაჟია, იცი, 100-ჯერ უნდა დაფიქრდეს და ერთხელ გაზომოს, აი ეგეთი მომენტის. ეგეთ ხასიათის ადამიანი. კიდე ვინ არის, აბა მანახეთ. ხო, ნუ ბედის ბორბალი, რა ხდება ხალხო, ეს არკანიც წინა დასტებში, ის არის პირველ ვარიანტში დამიფიქსირდა, მეორე ვარიანტიც ისევ პირველი ვარიანტი უყურებთ თუ რა ხდება. არა და აშკარად ნამდვილად ძალიან კარგად ავჩეხე არკანები. ბედის ბორბლით რა შემილია, გითხრათ მეგობრებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ რაკეღა საჯაროა უნდა რამდენიმე ვერსია გავაჟღერო, ხო, შესაძლოა ეს ადამიანი ისევ და ისევ ბედის წერით იყოს თქვენთვის მოცემული, ან იყო მოცემული, იმიტომ რომ ცხოვრების რაღაცა მონაკვეთი ერთად გაგევლოთ. ან თვითონ არის ესეთი, აი ძალიან შანსიანი არის რომ ვიტყვით ხოლმე, ხო, აი ქუდბედიანი, იღბლიანი ადამიანი, ხო, აი ესეთი. ამავდროულად შეიძლება გადათამაშდეს საქმიანობის სფერო, რაღაცა აქაც სხვათა შორის ისევ იქ გამომძიებელი ხომ თქვით ხმლების მობით აქ რაღაცა აი პროკურატურა რაღაცა საბრალმდებო ეგეთი მომენტი რაღაცა სხვა შორის შესაძლოა იყოს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ხო კაზინოები და ასე შემდეგ. სულ პოლიტიკოსი შესაძლოა იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში და მძღოლი, მესაჭრე. მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ხო? თვითონ ადამიანის ხასიათის შტრიხებს რომ ნუ აი როგორი ტიპაჟია, იცი? აი ბევრი ახალი შესაძლებლობა რომ ეძლევა სამყაროსგან, ხო? აი განვითარების უნარი რომ აქვს, თუმცა ხშირად შეიძლება მის ცხოვრებაში იყოს ციკლურობა. აი
სეზონური ცვალებადობას რომ ვიტყვით ხოლმე, ხო, აი დაახლოებით აი ესეთი მომენტები. კარგით. ახლა ვნახოთ რა ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი. ხო, ну 6-იანი ხმლები, სხვა შორის სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს ყველაზე ნაკლებ წავი არკანია, თქო, თანაქ ახლა ნახეთ ბიჭი ღიმილით აქეთ იყურება და იქეთ მხარეს საერთოდ აღარც აცილებს იმ გოგოს, ხო? ანუ აშკარად გადაწყვეტილი აქვს, რომ რაღაცა გამოვიდეს, ასე ვთქვათ, ჩიხებიდან, ცდილობს რომ გადაერთოს სხვა სიტუაციაზე და ну ყოველ შემთხვევაში დეპრესიული მომენტები მოიტოვოს უკან. კი ბატონო, ახალი დასაწყისისთვის არის მზად. ნახოთ ახლა ეს ახალი დასაწყისი თქვენი კავშირდება თუ არა, მაგრამ ცალსახად ადამიანს ოღონდ რაღაცა მაცდურია ამის ცხოვრებაში. ნახეთ მელია აქ და არა ძაღლი. შეხედეთ, ანუ რაღაცა მაცდური ბევრი შეთავაზება შეიძლება იყოს მის ცხოვრებაში. თქვენს იქეთ და ვნახოთ კიდე აბა მონახე სამყარო, ხო, ну ერთი წამით და გასაგებია. გასაგები, პაზლი უკვე შეიკრა. ну რატომაც მგონია რომ აქ მაინც უკვე ახალი ენერგია სხვაც არის. და გიტყვით რატო? ორიანი ხმლებით რაღაცა მაინც ჯერ ერთი რომ გაყოფილი ენერგიებია, იცით თქვენ. მეორე ეს რაღაცა არჩევანთან არის დაკავშირებული და თან აი მტკივნეულ არჩევანთან, ხო? წინააღმდეგობაში რომ მოდის თვითონ ადამიანი ამ არჩევანთან, რაღაცა სტრესული გადაწყვეტილება რომ უნდა მიიღოს. აი ორ ურთიერთობას შორის რომ იხლიჩება ადამიანი დაახლოებით ამ ენერგიის მატარებელი და ამიტომ იჩნდება აზრი, რომ აქ ვიღაც მესამე ფაქტორი შესაძლოა იყოს. ხო, ну აი სამყაროს არკანითაც მეგობრებო, თითქოს ხო არის ეს მომენტი, რომ აი მაგრამ როცა აი ამ კომბინაციაში ჯდება ეს არკანი, ხო, მაინც მგონია რომ აქაც რაღაცა გარკვეული ბალანსის მომენტი აქვს, რაღაცა ჰარმონიის ძიების მომენტი აქვს, ხო, აი თითქოს რაღაცა რეალობასთან ახლოს უნდა მივიდეს, რაღაცა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს. მიხვდით, აი წარმატება, ბედნიერება უნდა, ხო, აი ადამიანს რაღაცა აი რაღაცა დიდი ხნის მიზანს რომ მივაღწია ესეთი ენერგიები აქვს. და პაჟის თასების პაჟი თუ რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო. კი ბატონო, ემოცია რაღაცა შერჩენილი არის, მაგრამ პაჟის ენერგია მაინც რა. აი ნახოთ ხა შეერიგებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მაინც მგონია რომ თითქოს რაღაცა შესაძლებლობებს განიხილავს სხვადასხვა მხარეს ეს ადამიანი. შესაძლოა თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან შედარებით პატარაც იყოს ეს მომენტიც გადათამაშდეს. ну ცნობის მოყარეობა ცალსახად აქვს თქვენი მისამართით და რაღაცა ემოციები ცალსახად შენარჩუნებული არის და შესაძლოა მთლიანადაც ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნოდეთ უბრალოდ. აი რაღაცა ენერგია ესეთი წამოვიდა რომ თითქოს ორჭოფობს. ნახოთ აბა გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები ისე. ნახოთ, ხო, მთვარის არკანი. მეორე მაღალი არკანი და კვერთხების სარაინდი. გასაგებია. რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? მოდი დავიწყოთ დაბალი არკანით, ხო? კვერთხების პაჟით. კვერთხების პაჟი რა იყო და მაპატიეთ კვერთხების რაინდით. კვერთხების რაინდი არის გამარჯვების არკანი, ვიცით, ხო? ანუ ოღონდ ცოტა ავანტიურისტია ეს პერსონაჟი. ანუ
თუმცა ამავდროულად ისე თბილი, ესეთი აი ქარისმატული, ამაღელვებელი, ხო? რაღაცა ისეთი აი ქალებს რომ უყვართ ხოლმე, მე ამბოხე მამაკაცები რაღაცა ისეთი ხო? ესეთი პირდაპირ თავხედური ფლირტი რომ იციან ხოლმე კონსტანტინე გამსახურდიას რომ აქვს ნათქვამი ხომ იცით. წესიერი და კარგად აღზრდილი მამაკაცი მოერიდებაო პირდაპირ ურთიერთობას ხო? ნუ რაღაც პირდაპირ შეტევას და ამიტომ არის რომ ყველაზე განსაკუთრებული ქალები სწორედ თავხედ მამაკაცებს რჩებათო ხო? ნუ ეს მოდის ოდითგან ხო? ძალიან ვნებიანია და ძალიან ისეთი მართლა ფლირტის ოსტატია. გადაიკვეთება თუ არა თქვენი გზები, ეს გასაგებია რომ ეს მომენტები არის, მაგრამ აი ზუსტად იმიტომ რომ ეს ფლირტის ოსტატია და ზუსტად იმიტომ რომ აი ესეთი ძალიან ისეთი აი როგორ გითხრათ ემოციებში არ მინდა ამ სიტყვის ხმარება ცუდად გაიგოთ, არა. ნორმალურ იმაში კონტექსტში ვამბობ ამას, აი თავაშვებული ემოციებში და რაღაცა ხომ მგონია რომ მაინც რაღაცა აი აქ ზომიერების არკანით და მთვარის არკანით ეს თქვენსკენ ხო აი არა უფრო თითქოს ნუ ზომიერების არკანით რა გითხრათ მეგობრებო თუ მიეცემა სიტუაცია რატომაც არა აი ეს მომენტია რა ალბათ თქვენ თუ მიუკვაკუნებთ თორე ის რომ თვითონ წამოვიდეს აქ ცოტა ეჭვმეპარება და ამას მიდასტურებს კიდე მთვარის არკანიც. ნუ მთვარის არკანით ახლა რა უნდა ვთქვა ხო? აქ კი ამ დასტას ახასიათებს რომ გოგონა პირიქით აქეთკენ მოდის და მთვარე თითქოს უნათებს პირიქით გზას და უფრო პოზიტიური დატვირთვის პასაჟები და შტრიხები არის ამ არკანში, მაგრამ მაინც არის რაღაცა ხიფათი, წუხილი, არასტაბილურობა, ილუზია, აი რაღაცა გაურკვეველი ურთიერთობების არკანი, ამიტომ არ მგონია მეგობრებო, აი უფრო არ მგონია. აქ ისეთი არკანები და ენერგია მოდის, რომ ვერ ვიტყვი დადებით პასუხს. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.